მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩემი სტუმარი გახლავთ ზაზა შათერიშვილი. ზაზა, მოგესალმები. მოგესალმები ნიკა. მოხარული ვარ რომ მესტუმრე და ჩვენი წინა პოდკასტი დავასრულეთ იმ თემით რომ მომავალში ვისაუბრებდით თანამედროვე ლიბერალიზმის რეალურ სახეზე. რეალურ სახესთან დაკავშირებით. რას წარმოადგენს ეს ჩვენი ასე ვთქვათ ლიბერალიზმი? გამომდინარე იქიდან რომ იმდენად მრავალგვარი განმარტებას იძლევიან მავანნი, რომ შესაძლოა ეს ლიბერალიზმი საერთოდაც აღარ იყოს უკვე ლიბერალიზმი და რაღაცა მიკერძოებული, რაღაც მიკუთვნილი ეს იყოს რაღაცა ინტერესების გამომხატველი აზრი ან დაუშვათ გარკვეული გუნდის გამომხატველი იდეა და საერთოდ კავშირი არ გქონდეს ლიბერალიზმთან. და აი ამ კონტექსტში მე მინდა ნიუ-იორკში გამართული მერის არჩევნებით შევაფასოთ ზაზა. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე წინა სტრიმში, რომ არის მამდანის გამარჯვება, დაუშვათ აი ამ ლიბერალური ან თუნდაც უკვე ფსევდოლიბერალური ძალების გამარჯვება. აი ამით დავიწყოთ და შემდეგ ბუნებრივია საქართველოზე გადავალთ და იქ უკვე უფრო ესეთი ძიმე საკითხებს გავავლით. კიდევ ერთხელ ნიკა მოგესალმები. მე ვიტყოდი რომ ჩვენ ეს მოვნიშნეთ მართლა ჩვენს ბოლო საუბარში. მე მგონი რომ ხდება ეს რამდენჯერმე სხვა ერთ-ერთშიც აღნიშნე მათ შორის ჩვენთან ეპშტეინის კუნძულზე ვაკა გორგილაძესთან და გურამ ნიკოლაშვილთან ერთად დამტო. კარგი გადაცემა გაქვთ ნამდვილად. გავიმეორებ რაღაცნაირად რომ ჩემი აზრით და რასაც უყურებ სხვა მაგალითად პოლიტოლოგები, ექსპერტები, ანალიტიკოსებიც აღნიშნავენ ესეთ მნიშვნელოვან მომენტს ამერიკული პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციას და მე ესე ვიტყოდი რომ საზოგადოდ თუ აი სამოქალაქო ომი დამთავრდა ტრანსფორმაციით და მივიღეთ ბინარული მოდელი ხო რესპუბლიკელებისა და დემოკრატების დიქოტომია. ეხლა მე ესე მგონია რომ ხდება ამ მოდელის კიდევ ერთი ტრანსფორმირება და გადადის ტერნარულ მოდელში, სადაც გვექნება მე მგონი არა ორი პოლუსი და შუა, არამედ სამკუთხედი. სადაც ერთი კუთხეს განასახიერებს მაგა, ანუ თქვათ ასე ეს ტექნოკრატი, ტრადიციონალისტები. საკმაოდ ესეთი ეს არ არის მხოლოდ ტრადიციონალიზმი, ეს ტექნოკრატიული ტრადიციონალიზმი, არქაისტი ნოვატორები. საკმაოდ ესეთი უცნაური მოვლენაა. მე არ ვიტყოდი. საერთოდ ჩვენ გავდივართ კლასიკური მემარჯვენეობა მემარცხენეობიდან. საზოგადოდ. აი გლობალური მასშტაბით. აქედან გამომდინარე მე ესე ვიტყოდი, რომ აი მაგა რომელიც განასახიერებს აი ტაკერ კარლსონის და ილონ მასკის სახით აი ამ რაღაცნაირ აი ამ ამერიკას. მეორე ეს არის აი სწორედ რაც ახლა ჩდება და მე მგონია რომ ერთი წლის მერე როცა არჩევნები იქნება კონგრესის და განსაკუთრებით 3 წლის მერე როცა საპრეზიდენტო არჩევნები იქნება აი ეს მეორე კუთხე სამკუთხედის კიდევ უფრო გამოიკვეთება. ამას დღეს სოციალისტებს უწოდებენ, როგორც აიმპერიალს პოპულისტებს და არც ერთი ტერმინი არ მომწონს, არც მეორე, მაგრამ ვიხმაროთ ბჭყალებში სოციალისტები. ანუ აი ეს მანდანი რასაც განასახიერებს, თქვა და ასე ეს არის კრეატიული კლასი, ჰოლივუდის ნაწილი, თქვა და ასე ინტელექტუალები, განსაკუთრებით ეს ეხება რა თქმა უნდა საუნივერსიტეტო პროფესორას, არა მარტო პროფესორას, სტუდენტებსაც, ესე იგი უნივერსიტეტები, კრეატიული კლასი, ნაწილობრივ ჰოლივუდი, ეს მოსახლეობა ძირითადად
ცხოვრობს ქალაქებში და არის ატომიზირებული და განსაკუთრებით მათ ურთიერთობები აქვთ ამ სოციალური ქსელების მეშვეობით. და მესამე კუთხე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მე ამას დავარქმევდი დემორესპები. აი deep states, რასაც მეტაფორულად დემორესპები, დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთად რო იყოს. დემოკრატები და რესპუბლიკელები. აი თქვა და ნეოკონები და ისეთი დემოკრატები, აი მოდი რამდენიმე კრიტერიუმს ავიღებ. აი ისრაელისადმი დამოკიდებულება. პარადოქსულად ან არც თუ ის პარადოქსულად მაგა და მომავალი სოციალისტები თუ სოციალისტები ანტი-ისრაელურ პოზიციებს დგანან, აი ამ დემოკრატიასა და ამ რესპუბლიკელების შორის ერთ-ერთი კონსენსუსი, რის გამოც ეს შედგება, ეს იქნება სწორედ ისრაელისადმი დამოკიდებულება, ლოიალობა და არა მარტო ლოიალობა, არამედ პროისრაელური მომენტი. რელიგიისადმი დამოკიდებულებაც საკმაოდ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია იმ აზრით, რომ ამ თვალსაზრისით აი მაგას ელექტორატი რელიგია და ტრადიციული ღირებულებები ეს მომენტი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ცხადია დამოკიდებულება მე ესე ვიტყოდი გარესამყაროსადმი. აი აქ მაგას ეს პლატფორმა არის უფრო დიდი ყურადღება საკუთარ ქვეყანას და უფრო დიდი ყურადღება Made America First Again პრინციპში პირველ რიგში ნიშნავს, რომ ავაღორძინოთ ამერიკის ეკონომიკა ამაზე ჩვენ ვილაპარაკეთ თუ გახსოვს, ჩვენ თქვით, რომ ამერიკის ეკონომიკა სულაც არ არის რეცესიულ მდგომარეობაში და თუ ამერიკა არის დღემდე ძლიერი, ის რომ ეკონომიკა ისევ ძალიან კარგად მუშაობს. მიუხედავად ყველაფრისა. აქ უფრო იგულისხმება, მე ესე ვიტყოდი, ალბათ შენ ნახე ემანუელ ტოდის შესანიშნავი წიგნი დასავლეთის მარცხი, რომელიც ფრანგულად 2023 წელს გამოვიდა და ძალიან სწრაფად ითარგმნა ძალიან ბევრ ენაზე, მათ შორის ინგლისურადაც და შენ კი წინა სტრიმში ახსენე და მე აკადემიურად ვერა, მაგრამ გადავალე ძირითად ამ თეზებს, ესე ვთქვათ. იცი რა, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ტოდი, საკმაოდ საინტერესო, ძალიან საინტერესო საუბარი ჰქონდა გლენ დისენთან, ნორვეგიელ პოლიტოლოგთან. ეს წიგნი არის მნიშვნელოვანი რატო, იცი? ერთი თავი ეხება შეერთებულ შტატებს. მთლიანად წიგნიც შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთის ანალიზია ძალიან საინტერესო განსაკუთრებით ყველაზე დიდი ღირსება ამ წიგნის არის ის, რომ ეს არის სტატისტიკური აი მე შევიტყოდი მის საფუძველში დგას სტატისტიკა. როგორც დემოგრაფიული, ისე სოციალური და არის რაღაც არაჩვეულებრივი ჰერმენევტიკული ანალიზი ამ სტატისტიკის. თუ ეს ყველაფერი ესეთი საოცრად როგორც აი სათავგადასავლო რომანი რო გაგიტაცებს ადამიანს ახალგაზრდობაში, ისე გატაცებით ვკითხულობ ამ წიგნს და იქ ძალიან საინტერესო დაკვირვება ამერიკაზე, რომ საბჭოთა დასავლეთი გაცდა ნაციონალური სახელმწიფოს ფარგლებს. ის უკვე არის სხვა ტიპის საზოგადოება. რასაც ჩვენ ქართველები ვებგებულობთ. არ გვესმის. ისე როგორც იმათ არ ესმით ჩვენი. არა მარტო ქართველებს, ასევე ეს ახალი რეალობა არ ესმით ბევრ ჩინელებს, ინდოელებს,
მესამე სამყაროს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც ამახვილებს ყურადღებას ემანუელ ტოდი, აღარ არსებობს ერთიანი საერთო კულტურა ამ კლასებს შორის ამერიკაში. რის გამოც ეს არის რაღაცა პოსტიმპერიული მდგომარეობა, როდესაც იმპერიას არ აქვს ცენტრი. მისი აზრით და ეს არ მარტო ეს კი სუბიექტუალს იმდენად არ ეფუძნება, რამდენად ისევე მიიღებ სტატისტიკური მონაცემების ანალიზის ჰერმენევტიკასაც კი მე ესე ვიტყოდი, სადაც ძალიან საინტერესო მომენტია, რომ ტრამპის მოსვლამდე ეს დაწერილი 2023 წელს, ხო, ქვეყანას ძირითადად მართავდა ელიტა, რომლის მთავარი ღირებულებები იყო დომინაცია, ძალაუფლება და ძალადობა, ვთქვათ ასე, მილიტარიზმი და ძალაუფლება. მოკლედ ეს მომინდა, აქედან გამომდინარე, ეს ტერნარული მოდელი, როგორც ჩანს, არის, ეხლა მე ვაგრძელებ, სადაც ეს იქნი გამოვიდა 2023-ში და რასაც მე ახლა უსმენდი დისენთან ემანუელ ტოდის საუბარს, მაინც ეს იყო მისი ამ ძირითადი იმის გამეორება, რა ქვია, მომავლის პროგნოზზე ნაკლებად იყო ლაპარაკი, მათ შორის პოლიტიკურზე, იმიტომ რომ ის მაინც მიჩვეულია, რომ ლაპარაკობს დაყრდნობით ემპერიულ მასალაზე. გამომდინარე იქიდან, რომ მე არც დემოგრაფი ვარ, არც ისტორიკოსი და არც პოლიტოლოგი და ამას უყურებ უფრო კულტურის ისტორიის და ფილოსოფიის თვალსაზრისიდან, მე ესე ვიტყოდი, რომ მე ველი შინაგანად ველი ამ ხო, სხვა შორის ესა ტოდის პროგნოზი არის პესიმისტური, მას მიაჩნია, რომ დასავლეთი ვეღარ შეძლებს ტრანსფორმირებას საკუთარ თავის შეერთებული შტატების ჩათვლით. მე ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ევროპის იმედი მეც ასევე ნაკლებად, მაგრამ მგონია, რომ ამერიკას აქვს შანსი, რომ მოახდინოს ეს ამ ტრანსფორმირების მეშვეობით დაიბრუნოს აი რაღაცნაირად ეს კულტურული ერთიანობა. გადაფორმატირება მოახდინოს, ხო, გაუკვირვებლად. დაახლოებით ესე წარმომიდგენთ. ამ აზრით მე შეიძლება პოლიტიკურ თვალსაზრისით აი ამერიკაში რომ ცხოვრობდი, მანდანის არ მივწე ხმა, მაგრამ ის რომ თავისთავად ეს ფენომენი გაჩნდა და გამოიკვეთა, მე მგონია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სწორედ ამ ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. ნახე როგორი მომენტია, აი აქ მაგალითად მე ქართულენოვან ემიგრაციას გულისხმობ, ბევრმა მხარი დაუჭირა მამდანის გამარჯვებას. მართლა ვამბობ და ცოტა არ გამიკვირდა. და იცი როგორი მომენტი იყო, რომ ლიბერალიზმით რატო დავიწყე. ეს აღიქვეს აქ და იყო ესე იგი დეკლარირებული, რომ ეს გაიმარჯვა გლობალურმა ლიბერალურმა ღირებულებებმა. იმიტომ დავაკავშირეთ ღირებულება და კონკრეტულად ეს პიროვნება. მე არ ვიცი ხა რამდენად თვითონ მამდანი ლიბერალია, ეს ხვალზე და მასზე გამოჩნდება, მაგრამ ითვლება, რომ ეს არის ლიბერალიზმის გამარჯვება. გამარჯვება ზუსტად ტრამპიზმზე. I no kings, no crowns და რაზეც ჩვენ წინა პოდკასტში ვისაუბრეთ. და კიდევ უცნაური რა იყო, იცი რა, რატო აღვიქვეს ესე მძაფრად. ქართულ კომუნიტებში იყო რამდენიმე შეკრება ამ ბოლო პერიოდში, აი ბიზნეს შეკრება, აი ქართულ ამერიკული საქმიანი წრეების და ასე შემდეგ, რაც ბუნებრივია, ხა მაშინ ცუდი არაფერი არის, მაგრამ ლაიტმოტივად გაზრდებოდა ის, რომ გარკვეულ გამარჯვებას მიაღწია დემოკრატიულმა ლიბერალურმა ძალებმა და ნუ როგორ შეიძლება რომ საქართველო არ იყოს კონტექსტში მოხსენიებული და ერთიანდებოდა ის ხალხი, ვინც ეწინააღმდეგებოდა საქართველოში ტირანიას. გასაგებია. გასაგებია ხო? ხო და აი და იცი როგორ შეიფუთა ეს ყველაფერი, რომ აი ვინმე სხვა რომ მოსულიყო ამ ტირანიისთან ბრძოლა გაჭირდებოდა და აი ხო ისაოცრება და მოევლინა ნამდვილი ლიბერალი დემოკრატიული ღირებულების მატარებელი ინდო-უგანდელი
და ის აი ამ ესე ვთქვით ფანტაზიისა და თავისუფალი ქმედებების არეალი გაუშალა, როგორც ქართველებს, ასევე არაქართველებს ბუნებრივია რა. და აღიქმებოდა იცი როგორ, რომ აი ტრამპი ამას ყველაფერს თითქოს დრგუნავდა და აი აქ რაღაცა ნათელი წერტილი გამოჩნდა და ნუ მოკლედ ქალაქი ნიუ-იორკი ითვლება ახლა აი ამ დრაივის დასაწყისად. ხო წარმოგიდგენია. ხო და კი, ნუ ეხლა ჩვენ ასეთ რაღაცებს ვერ გავექცევთ, ხა მით უმეტეს, როდესაც ეხლა წარმოიდგინე არის რეალური დაპირისპირება ცივილიზაციათა შორის. ხო? თან ხედავთ, რომ გლობალური მასშტაბით გლობალიზაცია როგორც პროექტი ჩავარდა. და ეს რეალობაა, ხო? გვაქვს არა უბრალოდ უამრავი კონფლიქტები, არამედ გვაქვს ფუნდამენტური კონფლიქტი დასავლეთსა და რუსეთს შორის, საიდანაც შეერთებულ შტატებს უნდა გამოსვლა, გულისხმობ უკრაინულ ომს და ეხლა მე ამ თუცადში როცა ლაპარაკობ თითქოს რაღაც ახლა აი ტრამპის გეგმა და ეს შემდეგ პარალელურ რეჟიმში გადის ეხლა უკან ზუსტად. იქ გადის და არადა მე ვფიქრობ, რომ ეს კონფლიქტი კიდე გაგრძელდება რაღაც გარკვეული პერიოდი შეიძლება 6 თვე, შეიძლება 1 წელიც. მაგრამ მთავარი სხვა რამეა, რომ ამ კონფლიქტის მეშვეობითაც ხდება გადაფორმატება ამ დღეს ძალიან პოპულარული მრავალ პოლუსიანი, ხო? სამყარო. ხო, ნუ ფაქტიურად ეს ამის გამოხატულება რაღაცა ახალ ციკლში შევდივართ ცივილიზაციათა შორის ურთიერთობების. ეს ძალიან მე მგონი არის მნიშვნელოვანი აღმოსავლეთის აღზევება. აღმოსავლეთის აღზევებაში ან გლობალური სამყაროების აზრგინდა ის და რქვი ჩინეთის, ინდოეთის, აფრიკის და ამ შემდეგ სახით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისლამური სამყარო, რომელიც კარგა ხანია თავის როლს თამაშობს, აი დაუშვათ ის საქართველოს ზრასთან და ისახება ეს ყველაფერი ამ არაბული თემის სახით ხოთ შორის და ესეც არის სწორედ ხოთ შორის გამოხატულება აი ამ მე ესე ვიტყოდი მრავალ პოლუსიანობის ერთი და მეორე მომენტი სად არის რა გამოწვევებია დღეს ჩვენთვის როგორც სუბიექტის მხრივ ურე აქ მთავარი ის როგორც ჩანს ის კერერი რაც გუშინ იყო მთავარი ან რამხილდა ეკონომიკა გაქვს რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია შენ სუბიექტობას გამოხატავს იდენტობა ესე იგი გაქვს თუ არა იდენტობიდან გამომდინარეობს სწორი სუვერენიტეტი თუ გაქვს ეს იდენტობა მაშინ პატარა ხარ თუ დიდი ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს ამ მიმართებაში მთავარი არის სუბიექტის ნების გამოხატვა ამ აზრით რა თქმა უნდა ჩვენ წინაშე ახალი გამოწვევებია არსებობს ძველი მირაჟები დაუშვათ რუსეთი როგორც კონსპიროლოგიის ასე ვთქვათ ვიღაცის მაგალითად deep state არის კონსპიროლოგია ვიღაცისთვის რუსეთი არის კონსპიროლოგია იმიტომ რომ ხო გახსოვს ესე იგი ლაპარაკობენ რუსეთზე რომელიც ერთდროულად იღებს სრულად საწინააღმდეგო იმებს ეპიტეტებს ისე იგი ერთდროულად პუტინს ყველაფერი შეუძლია თან მკვდარია ნაბუმისია და ტრამპი და უკრაინასთან აგებს ხო ანუ მთელი კონგლომერატი ასე ვთქვათ წინააღმდეგობების და როგორც ნამდვილ პარანოიდალურ ბოდვაში არ არის არანაირი წინააღმდეგობა
იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტური ბოროტება, რომელსაც ყველაფერი პრედიკატი მოკლედ ეხლა არა რუსეთი რა თქმა უნდა ფაქტორია და ეს გამოწვევა, მაგრამ არანაკლები გამოწვევები არსებობს, ხო, დავუშვით იგივე საზოგადოების რაც გარკვეულ ნაწილმა ეს არაბული თემა აღიქვა როგორც გამოწვევა. ნუ ეხლა ცხადია ვიღაცები ამას იყენებენ დავუშვათ მისათვის, ხო? თავი არის არა აი ხო გახსოვს ცნობილი ფრაზა სემიულ ჯონსის მიეწერება რომელი ნაზირალის უკანასკნელი თავშეფარი ეგ სემიულ ჯონსის ხო და უკანასკნელი ნავსაყუდელი ხო აი ეს ფრაზა პატრიოტიზმი რომ არის რა პატრიოტიზმი ნაზირლის ნაზირლის იქუშება მე მგონი უკანასკნელი თავშეფარი ხო ანუ ისეთი ადამიანები იყენებენ ამ რომელსაც არ გჯერა ხო რა ქვია მისი პატრიოტიზმის არ გჯერა და რაც უფრო დრო გადის მით უფრო რო აღარ გჯერა მით უფრო არ გჯერა აქედან გამომდინარე ისე ამბობ შეიძლება არის რაღაცა გამოწვევა მაგრამ ეს გამოწვევა ისე სუვერენიტეტზე და სუბიექტურობაზე ესე იგი თურმე დღეს სიტყვა დამოუკიდებლობა მონობის ნიშანია და პრორუსულობის ხო ნატო არის თუ ამბობ ეს არის დამოუკიდებლობა და ეს არის სუვერენიტეტი და თუ ამბობ სუვერენიტეტი ეს არის რუსეთი მოგესმის აი ეს ცოტა სხვა თემაა მაგრამ ისე ვიმეორებ რომ ამერიკული აი ეს სამკუთხედი და ტერნარული მოდელი არის გარკვეულ მე ესე ვიტყოდი გარკვეულ რეფერენსში ისაც ხდება გლობალურად ანუ ამერიკული შიდა მრავალპოლუსიანობა ეხმიანება იმ მრავალპოლუსიანობას რომელიც ახლა მოდის და მოვიდა უკვე მე ესე ვიტყოდი და ამ თვალსაზრისით ისე ვიმეორებ მანდანის მოსვლა არის არა ტრამპის დამარცხების ნიშანი ან გამარჯვების ან რაღაცის არამედ ტრანსფორმაციის აი ჩვენ ახლა ისე შევდივართ და შევედით უკვე სამყაროში აი ტექტონიკური ცვლილებების და როდესაც ჩვენ აქედან გამოვვალთ ეს სამყარო იქნება აი როგორც ალბათ მქონია ესეთი მომენტი პატარა რო ვიყავი ნახე მსოფლიო რუკა 1913 წლის სადაც ევროპის ტერიტორიაზე 5 სახელმწიფოა და თითქოს გეოგრაფიულად ნაცნობია მაგრამ აი აბსოლუტურად უცხოა თან ეს და აი უცხოობისა და ნაცნობი კონტინენტის უცხო ასე ვთქვათ აი დაახლოებით ესეთი ეფექტი იქნება იმათთვის ვინც არ ვიცი რა ჩვენ მოვესწრებით თუ ვერ მოვესწრებით ახლა მაინც ხო გესმის ყველაფერთვის ხელშია მაგრამ აი როცა ეს რაღაცნაირად ეს პროცესი დაალაგდება აი ეს კონფიგურაცია იქნება ძალიან განსხვავებული და ძალიან უცნაური აი ისე ვამბობ ჩემთვის ეს თუნდაც ნიუ-იორკის მერის არჩევა მნიშვნელოვანია რაზე ლაპარაკი მაგრამ ერთ-ერთი სიმპტომია აი ამ ტოტალური გლობალური ტრანსფორმაციის. აი ამ ახალ გადაფორმატირებულ სამყაროში, მრავალ პოლარულ თუ მრავალ პოლუსიანში, ისეთი მცირე სახელმწიფო, როგორც გეოგრაფიულად, ასევე შემადგენლობით, ხო? რაღაც 3,700,000 ვართ ბოლო სტატისტიკური მონაცემები. ჩვენი, აი სწორედ აღნიშნეთ, ჩვენი სუბიექტურობის პირველი ნიშანი განმტკიცებელი უნდა იყოს ქართული იდეა. აი საკრალური ბირთვი მე ესეთი ძიმე შეფასებით ვიტყოდი ამ ყველაფერს და ამ ქართულ იდეას ყოველთვის თან დაყვებოდა ესეთი რამ, რომ თუ ქართული იდეა იარსებებს, საქართველო არის მუდმივი და
ესე იგი, ბოლო პერიოდში საკმაოდ ესეთი ყველაზე ჩვენი ილიას ყველაზე არა უშვებს სიხშირე გაითიშა ხო და დიდი ილიას ნათქვამი მამული ენა სარწმუნოება ეს საკმაოდ კარგად გამოხატავდა ქართულ იდეას და დიდი ხნის განმავლობაში ეს იყო ესეთი კარგი მგზავნკლევი საზოგადოების და აი ეხლა აი ამ თანამედროვეობაში აი ამ შეცვლილ სამყაროში ბევრისთვის გაურკვეველს, ბევრისთვის მოულოდნელს, ბევრისთვის საერთოდ დაუშვათ უაზროს, იმიტომ რომ ესეთი რამაც გამიგია აი აქ ჩემს გარშემო ხალხი ამბობს, რომ ეს არის უაზრო სამყარო. როგორ ფიქრობ შენ? მამული ენა სარწმუნოება არის ის იდეა, რის გარშემოც ერს კიდე შეუძლია რომ შეიკრას? და აი ეს არაბული თემა იმიტომ მინდა დავძრა, რომ ზუსტად მამული ენა სარწმუნოება სოციალურ ქსელებში ისედაც, ხო? ძალიან ხშირად ამას იყენებდნენ, რომ ეს არის ქართული იდეა, მაგრამ ჩემთვის გასაკვირად ხალხი იდგა ამ იდეით ისეთ პლატფორმაზე, სოციალურ პოლიტიკურზე, რომ მართლა მიკვირდა, რომ აი სად დაინახა აქ მამული ენა სარწმუნოების იდეა, ან საერთოდ ქართული იდეა და რას ფიქრობ აი ამ იმაზე, რა ქვია, როგორ თქვა, გაურკვევლობაზე თუ გაუაზრებულობაზე, ეს თაობათა ცვლა იწვევს ამას თუ განათლების უკმარისობა? ან შეიძლება მართლა იდეა რომ გაჩნდეს ისეთი მყარი, რის გარშემოც გაერთიანდება ხალხი, რამე სხვა არის, ესე ვთქვათ, მოსაფიქრებელი ცუდი ნათქვამია, წინ პლანზე გამოსატანი? რასაც ახლა მეუყურებ და თანამედროვე თუნდაც აი ვთქვათ პოლიტიკური სიტუაცია, ხო, შევხედოთ და რასაც ვაკვირდები და ეს კრიზისები და ეს არა მარტო კრიზისები, არამედ და ეს კონფლიქტები, რეალური კონფლიქტები, რაც უამრავი ადამიანი იღუპება, ხო? არა მარტო უკრაინაში, თქვა შორის იგივე ნიგერიაში უშუალებელი ტრაგედია ტრიალებს ქრისტიანულ თემს ნიგერიაში ანადგურებენ და ანუ არის ძალიან ესეთი სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა, ხო? ვლაპარაკობ იმას, რომ ქრისტიანული პოზიცია რო შევხედოთ ეკლესიისთვის ეს ძალიან ესეთი მომენტია, ყოველგესმის მოწამეების სიცხლზე დგას ეკლესია ერთი მხრივ ნამდვილად ესია. მეორე მხრივ არის სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევა, ხო? გარდა ამისა, ესე ვიტყოდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, რაც ახლა მე ვაკვირდები რა არის, აი ლიბერალური დემოკრატიის ან ლიბერალური პარადიგმის კრიზისი აღმოჩნდა ბევრად უფრო ფუნდამენტური, ვინემ წარმოგვედგინა. საქმე არის ის, რომ ჩვენ დღეს არა მარტო ამერიკაში, არა მარტო ევროპაში, საქართველოშიც, კავკასიაშიც დგავართ ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე, რომ რა განაპირობებს პოლიტიკურის ლეგიტიმურობას. გუშინ ეს იყო ხალხი. ხალხი იყოს ლეგიტიმურობის წყარო. მოგეხსენება, რომ ტრადიციულ კლასიკურ პარადიგმაში იყო ესე და როგორც ვეფხისტყაოსანშია, ხო გახსოვს, მისგან არის ყოველი ხელმწიფე სახით და მის მიერითა. ფრანგული ანსიენ რეჟიმ, სადაც ძველი წესწყობილება მუშა გობდეს მეომარი გულოვნებდეს, ხო, ეს ღვთისგან არის, მისგან არის, ღვთისგან არის, ესე იგი, ხო,
რომელმან შექმნა სამყარო ძალით და მძლიერით და ზეგარ მოასნისული და ყველაზე ის მონები ჩვენ კაცთა მოცეკვ მისგან არის ყოველი ხელმწიფე სახით და მის მიერით და არის ჩამოყალიბებული მთელი პოლიტიკური თეოლოგია გვაქვს გარკვეული აზრით. როდესაც ინგრევა ნუ მე მოვიდა ხალხი, ნაცია, დემოკრატია. დემოკრატია როგორც ერის ნაციის სუვერენობის გამოხატულება, ხო? ანუ და ბერძნული დემოკრატია იყო ერთ-ერთი სახე მმართველობის. ანუ პლატონთან და არისტოტელესთან. გვაქვს არისტოკრატია, მონარქია, არისტოკრატია, მე დემოკრატია, მე ოლიგარქია, დემოკრატია, ტირანი, მე და არისტოტელეს მიაჩნია, რომ არის სამი კარგი წყობა, თქვა ასე, ყველაზე კარგი არის მონარქია და მონარქიული არისტოკრატია, დაახლოებით ეს ხედა. და შემდეგ და ნუ დემოკრატია ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფორმა, საიდანაც ყველაზე უარესი ტირანია იბადება. ანუ არანაირი ხო იქ ეს რასაც ჩვენ როგორც ჩვენ მივეცდით ბერძნულ დემოკრატიას ესეთი ის რომ ესე იგი ესე დამოკიდებულია თვითონ არ იყო ბერძნულ რომაულ კულტურაში. მაგრამ მაგასაც რო თავი დავამონებოთ ეს მნიშვნელოვანი მომენტი რა არის რომ მე მარტო იმის თქვა კი არ მინდა რომ ბერძნული დემოკრატია სხვა არის და თანამედროვე სხვა არის. თანამედროვე დემოკრატია აბსოლუტურად სხვა ფილოსოფიას ეფუძნება. როცა ვამბობთ სეკულარიზმი მთელი ეს ეპოქაა, ხო? სეკულარიზმის ეპოქა, როდესაც ჩვენ ღმერთი და ეკლესია გავიტანეთ პოლიტიკის მიღმა და ვაქციეთ ეს ჩვენი კერძო არჩევანის თემად, რელიგიური საკითხი. ნუ ამერიკაში კარგი ცოტა განსხვავებული მომენტია. სხვანაირი სეკულარიზმია თქვა და სადაც რელიგიურ კომუნიტებს აქვთ თავიანთი სერიოზული ავტონომია. განსხვავებით დასავლეთისაგან და განსხვავებით ევროპისაგან. არა ესე იგი ისე არის აგებული რომ საჯარო სივრცეში შეუძლია ლაპარაკი რელიგიურ თემს, რელიგიურ კომუნიტის, რელიგიურ ადამიანებს. ამიშები, მორმონები შეუძლიათ ცალკე კომუნიტები არიან და თავის იდეოლოგიას ავითარებენ. აი განსხვავებით მაგალითად საფრანგეთში ეს არ შეიძლება. გამორიცხული. უბრალოდ ძალიან სერიოზული. მე მგონი არც არ შეიძლება ამერიკისგან. რეალურად ახლა იტალია ცოტა სხვა არის. მოდი ვთქვათ ესეც. იტალიაში სხვანაირად ხდება. საქართველოშიც ხო ხედავ რა ჩვენ ვლაპარაკობთ ქრისტიანობაზე. უნგრეთში არის ლაპარაკი ქრისტიანობაზე. ანუ პოლონეთში საფრანგ პოლონეთში ხო გარკვეული ახლა ლიბერალები მოვიდნენ იქ მემარცხენეები, მაგრამ ესე იგი ამაზე ლაპარაკი არ ხდება გერმანიაში, საფრანგეთში, გარკვეულწილად ბრიტანეთშიც. სამთავრ მესე ვიტყოდი, სამთავრ ქვეყანაში. მაგრამ არსებობს სხვა ევროპაც, ხო? სადაც არის. ხო. ამერიკა სხვანაირად არის მოწყობილი, სადაც რელიგიურ კომუნიტებს აქვთ საჯარო სივრცეში გამოხატვის არა მარტო უფლება, არამედ ისე დაალაგეს ეს ამერიკა, რომ ეს არის სეკულარიზმი, რომელიც არ გულისხმობს რელიგიის განდევნას პოლიტიკური სიმციდან. თუმცა ბოლო პერიოდში აი ლიბერალიზმის მარცხი ამერიკაში რამაც გამოიწვია, იყო სწორედ ეს აგრესიული ბრძოლა რელიგიური სიმბოლოების წინააღმდეგ. გახსოვს ჩვენ სხვადასხვა დაწესებულებებიდან და ინსტიტუციებიდან ჯვრების გატანა, ათივცნების გატანა და ასე შემდეგ, რამაც პრინციპში გამოიღო ის, რომ ჩვენ ახლა დღეს გვაქვს სამი ამერიკა. რეალურად სამი ამერიკა. სამი ამერიკა გვაქვს, ერთი არის რელიგიური ამერიკა, მეორე არის სოციალისტური ამერიკა და მესამე არის deep state-ის ამერიკა, თქვა და ასე. და ერთ-ერთი თემა ძალიან მნიშვნელოვანი ხედავ ხო ეს რელიგიური საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი. LGBT საკითხი, აბორტების საკითხი, საკითხი ევთანაზიის, რომელიც არის ძალიან სენსიტიური თემები და ძალიან მნიშვნელოვნად განაპირობებს ამომრჩევლის
პოზიციას, ამორჩევლის პოზიციას, რის მიხედვით აძლევს ხმას. ნუ დღეს ეს ყველაფერი კიდევ უფრო ვთქვათ ასე შესქელდა, კიდევ უფრო სერიოზული დაპირისპირების საკითხი გახდა, ხო? ისე ვამბობ, ხა ტრამპისა და ვენსის გამარჯვება ბევრწილად განაპირობა ამ რელიგიური ამერიკის ხმების კონსოლიდაცია, ვთქვათ ასე. მათ მოახერხეს ეს. აქედან გამომდინარე, ისე ვამბობ, არის ძალიან სერიოზული პრობლემა, ხვალინდელი დღის და დღეს უკვე დაწყებულია ეს პრობლემა, რას ნიშნავს პოლიტიკური ისეთ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ დავკარგეთ რწმენა დემოკრატიის და ლიბერალიზმის. აი, როგორ უნდა მოხდეს ლეგიტიმაცია? როგორ ისე ვამბობ, დღემდე ლეგიტიმაცია ხდებოდა როგორ? არჩევნების მეშვეობით. ხო? გახსოვს შენ 2016 წელს ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ ყველას არ უნდა კონდეს არჩევნებში მონაწილეობა. ეს საერთოდ როგორ თქვა, ხო? ხო გახსოვს? ანუ ისი ნიშანი იყო იმისი, რომ ლიბერალიზმი და დემოკრატია გაიყო ერთმანეთისაგან. ანუ ყველას არ უნდა კონდეს სხვა შორის ჩვენთანაც ესე იყო, გახსოვს, ჩვენ უნდა აღგვზარდოს სააკაშვილის ინტელექტუალები ამბობდნენ იმ პერიოდში, რომ ჩვენ ხალხი უნდა აღგვზარდოთ და ამის მერე ექნებათ მათ უფლება ჩვენ თუ მივეცით, ახლა აღარ მინდა გავიმეორო, ვინ თქვა ეს სიტყვები, ერთ-ერთმა თქვა, ხალხსო თუ არჩევნები არ გავაყალბეთო, ხალხიო პრეზიდენტად კათოლიკოს პატრიარქს აირჩევს. ეს იტყვა 2005 წლებში. გამარჯვებული ხალხის ტელევიზია. გამარჯვებული ხალხის ტელევიზიით. აქედან გამომდინარე, ისე ვამბობ, რომ მართლაც, როდესაც ლიბერალური პარადიგმა იმსხვრება, რაზე უნდა მართლა ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა ჩემთვის. რაზე უნდა და ნუ არა, ახლა არსებობს ემპირიულად შეიძლება გადაწყვიტო ეს, ხო? აი მაგალითად დიქტატურა ან ავტორიტარიზმი ან ასე შემდეგ, არა? მაგრამ ეს ფორმებიც კი დღეს, აი მაგალითად იგივე ემანუელ ტოდი რუსულ პუტინის რეჟიმს უწოდებს ავტორიტარულ დემოკრატიას. ავტორიტარული დემოკრატია. ისევე როგორც სუვერენულ დემოკრატიას უწოდებენ თვითონ უნგრელები იმას, რაც ხდება უნგრეთში, ორბანის მმართველობას. ნუ ის თუ რა ხდება ნუ საფრანგეთში, ინგლისსა და გერმანიაში მოგეხსენება, ხო? საშინელი კრიზისი მმართველობის, არა უბრალოდ მმართველობის, არა უბრალოდ საპრეზიდენტო ინსტიტუტის სამივე შემთხვევაში ან მმართველი პარტიის ერთ შემთხვევაში და ორ შემთხვევაში არის ამ წყობის, რასაც შეიძლება დავარქვათ, რასაც ჩვენ გვიშლიდნენ, ხო, საქართველოში ხوار შეიძლება და მაჟორიტარული არჩევნები და ამ მაჟორიტარულ პრინციპზე დგას მთელი ბრიტანეთი და მთელი გერმანია. საფრანგეთი მაგას თორსა დრომოვა, მაპატია. ხო და რის თქმა უნდა. ანუ მთავარი პრობლემა რა არის? აი როგორ რელიგია არსებობს, ხედავთ რომ რელიგია არსებობს და არც წასულა არც ქრისტიანობა, არც ისლამი, არც ბუდიზმი და ხედავთ რომ ბევრი ადამიანისთვის საჯარო სივრცეშიც რელიგია მნიშვნელობს, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ამ შემთხვევაში არა იმდენად რელიგია, რამდენად პოლიტიკა. პოლიტიკა რას იფუძნება? აი ეს არის, ანუ მე ესე ვიტყოდი, აი შენ რო თქვი საკრალური ბირთვი, ხო? რატო თქვი საკრალური ბირთვი? საკრალურს აქვს რელიგიური გაგება, სხვა გაგება არ აქვს საკრალურს. აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ ვამბობთ, რა არის საკრალური ბირთვი? აქედან გუშინ ჩვენ ეს ვამბობთ, რომ ეკონომიკა სხვა, პოლიტიკა სხვა. უკრაინის ომმა დაგვანახა, რომ თუმე ეკონომიკა ომის ნაწილია და თუ საჭიროა SWIFT-დანაც გამორთავ აგრესორს და ქონებასაც წაართმევ და აქტივებსაც გაუყინავ. კი ეს გასაგებია, რომ
აი ძალიან სერიოზულ შეშფოთებას იწვევს სოფლის მასშტაბით, ხო? მაგრამ თურმე აღმოჩნდა, რომ ჩვენ რო გვეგონა, რომ ეკონომიკა ცალკეა და პოლიტიკა ცალკეა, ესე არ ყოფილა. ომმა უცებ დაგვანახა, რომ თურმე ყველაფერი ერთად არის. და ესე მოდი კიდე ერთი რაღაცას ვთქვა, რომ სწორედ ამ ომმა დააყენა პოლიტიკის საკითხი და საკრალური საკითხი. რისთვის გვდება ადამიანი? ზუსტად ღირებულებითი ნაწილში როგორ არის? ომი არის გარკვეული გამოცდა. საზოგადო არა მარტო რუსული საზოგადოების, არა მარტო დასავლური, არა მარტო უკრაინული, ქართული საზოგადოების. ეხლა უყურე, როცა პირობითი ლომჯარია, მე მეუბნება რომ უნდა ვიყო, აი ლომჯარა არის ცოტნე დადიანი, რომელსაც თავი უნდა შეუშვიროს ამ სიცხეს დავიღუპო და იცი რა არის, არ გჯერა ამისი, რატო არ გჯერა? თუ ეს ყველაფერი არის საკრალური, ხო, აი გაგახსენებ ერთი ცნობილი ლიბერალის, ქართული ლიბერალის სიტყვებს. რამდენიმე წლის წინ მან თქვა, რომ აზიზიეს მეჩეთი უნდა აშენდესო. მაგრამ ამ დროს LGBT ქორწინებებიც უნდა იყოს. ეს აზიზიეს მეჩეთი და LGBT ქორწინებები როგორ კავშირშია ერთმანეთთან, მოდი დავსვათ ეს შეკითხვა. აი აქ ერთ რამეს ჩავამატე, რომ ცირე რემარკას ავეთ. აი წარმოიდგინე, ეხლა შენ იცი ევროკავშირმა რომ მიიღო გადაწყვეტილება, ესე იმპერატიულად ევროკავშირში შემავალ ყველა ქვეყანაში უნდა დაკანონდეს LGBT ქორწინებები, ხო? აი წარმოიდგინე, აი ამ პროექტის ქართველი მხარდამჭერი რომელიც არის პატრიოტი და ამბობს, რომ იმისთვისაც, როგორც შეთვისაც, ამ მომავალი მზე არის მამულიანა სარწმუნოება და ამავდროულად აი ამას უჭერს მხარს. ხო და არაბებს არ მივცემ ჩემ სამშობლოს და როცა შენთვის LGBT ღირებულებები ხო და ამიტომ ამიტომ ერთად დგას და ამ დროს ამბობს, რომ ეს მისთვის ჩვეულებრივი ნორმა მე. აი უყურე აქედან რა გამომდინარეობს, ის რომ ჩვენთვის მთავარი პრობლემა დღეს არის ისევ ამბობ რელიგია, არა რელიგია გასაგებია, გაუგებარია პოლიტიკა. ან უყურე ჩვენ მაცხოვარმა ყველაფერთან ერთად ეს რამ მოგცა ესეთი მაქსიმა მიეცით კეისარს კეისრისა და ღვთის ღმერთს. ანუ ეს ორი სფერო გაყოფილია და თან ღმერთი მაღლა დგას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რომის იმპერიამ მოგცა ესეთი მოდელი და ეს იყო მე შევიტყოდი, როცა გაქრისტიანდა კონსტანტინე იმპერატორმა თვითონ მიიღო ქრისტიანობა. გახსოვს ეს მომენტი, ხო? ამის მერე რა ხდება? ამის მერე ხდება ლეგიტიმაცია, როგორ ხდება? კურთხევა, მეფეთ კურთხევა, სახელმწიფოს კარის გარიგება, ხო? ეკლესიამ უნდა ცხოს. ეს წერია ესე იმაში სახარებაში, არსად ეგარ წერია. ქრისტიანობას არ აქვს თავისი პოლიტიკური თეოლოგია განსხვავებით ისლამისაგან. რაღაცა მომენტამდე იყო ცხება. აი, ფრანგული რევოლუცია, როცა მეფეს თავი მოჭრეს, ან ცხებულს თავი მოჭრეს, შეიცვალა მოდელით, როცა ამის მაგივრად გვაქვს არჩევნები და ხალხი არის მეფე. აი, როცა ეს ხალხი ეხლა ფაქტიურად აღარა გვაქვს. იმაზე რომ მოხდა ფრაგმენტაცია, ხო? ისევ ამბობ, საიდან იღებს დღევანდელი და ამიტომ არის კამათი, რომ შენ დემოკრატია არ არის. ჩემი დემოკრატია. აი რუმინეთში მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ, იმიტომ რომ იცი რა არის, მთავარი პროცედურა კი არ არის. სხვადასხვა უნდა გითხრა, რომ ეს საკითხი თავის დროზე დააყენა ფარიდ ზაქარიამ, რომელიც ცნობილი ლიბერალი, მაგრამ ჭკვიანი ლიბერალია, აი ჯერ კიდევ 30 წლის წინ დადგა ეს საკითხი. მაშინ მოხდა ორი საინტერესო რამ. მოხდა ორი გადატრიალება, ერთი საქართველოში. ეს ფარიდ ზაქარია CNN-ზეც რო ხშირად. ხო. მაშინ აი ესეთი და არა ლიბერალური დემოკრატიის თემა დადგა, დემოკრატიის ეროზიის. ამას ჩვენთანაც ხონდა სხვა ჩვენს გამოხმაურება. ანუ რა უფრო მნიშვნელოვანია ლიბერალიზმი თუ დემოკრატია? დემოკრატია გამოდის რომ არის პროცედურა, ლიბერალიზმი. ამიტომ შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა გამსახურდიას გადაგდებას და ცნო შევარდნაძის რეჟიმი.
და არისტიდის რეჟიმი არისტიდის გადატრიალება არ ცნო, იმიტომ რომ მიიჩნია რომ ლიბერალი შევარდნაძე არის უფრო ლეგიტიმური ვინმე დემოკრატიულად არჩეული გამსხურდია, რომელიც არ არის დემოკრატიული. ხო? აქედან გამომდინარე ისე ვამბობ, რომ დღეს რატო ვართ მაშინ რა ქვია ასეთ ეს ქართული კრიზისიც სხვა შორის ხა ჩვენ უბრალოდ რა ხდება, იცი? ჩვენ დავდექით, ჩვენში გაიღვიძა აი ამ იდენტობამ, მაგრამ არავინ არ ვიცით რეალურად როგორ ხდება ამ დემოკრატიული მექანიზმის გარდა არაფერი არ აქვს ჯერჯერობით. ისმის აი შინაგანად უბრალოდ მოხდა ისე რომ ჩვენ დავდექით გამოხატეთ ჩვენი ეს სუვერენული ნება, მაგრამ ყველანი გზნობთ რომ არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვანი არის სხვა რაღაცა, რაც სადაც არის თქვათ ასე კონსენსუსი, ხო, რაღაცი, მაგრამ ეს როგორ უნდა გამოხატ, ეს არავინ არ ვიცით. არც საქართველოში, არც ამერიკაში, არც ევროპაში. გესმის? შეიძლება ჩინეთმა იცის. კომპიუტერული მენეჯმენტი, კომუნიზმი, აგერ ძმაო, რამდენი კაცი დახვრიტა, 30 კაცი დახვრიტა. ხო, ეხლა კიდევ ვიღაცა იმაზე კორუფციაზე დააძინეს ერთი ხალი. საკმაოდ დიდი ჩინები. ხო და ეხლა უყურე, ამერიკაშიც ხალხს ეხლა იმაზე ხო, კლავენ, ხო? სტატების მიხედვით არ, მაგრამ ნუ ის არის რა ქვია, მარტო ჯორჯ ბუშ ჯუნიორს რამდენი განაჩენი კონდა გამოტანილი, ხო? 10-ობით თუ მეტი არა. აქედან გამომდინარე, ქვეყანა რომელსაც აქვს თავისი სუვერენულობის განცდა, აი ჩინეთს ნამდვილად აქვს, ინდოეთს აქვს, რუსეთს აქვს, ამერიკას აქვს, ხო? არაბულ ქვეყნებში ცოტა იქ სხვანაირი პრობლემებია. ჩვენ გაგვიჩნდა უნგრეთს აქვს, გესმის? აი მაგრამ უნგრეთს ხო კათოლიციზმზე აქვს ეს ყველაფერი დაყნო, რამხელა ფუნდამენტია, რაზეც შეუულია რომ სახელმწიფო ხელახლა არგოს. იცი რა არის თუ გადამეტებულია ჩემი ეს შეფასება. არა, კათოლიციზმი ეხმარება უნგრეთს, მაგრამ თავარი იცი როგორ არის? მე ესე ვიტყოდი, რამდენიმე ფაქტორია. ერთი არის ეს უნგრული იდენტობა. უნგრელი სხვათან რაღაც მე სულ მეგონა რომ ჩვენ სულ რა ქონდა ეს პოლონეთი საქართველო და სინამდვილეში უნგრეთი საქართველო რატომ? ჩვენც არაინდოევროპელები ვართ, ისინიც არაინდოევროპელები არიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ რომ არის დიდი ერთობა ინდოევროპული ენების, კულტურების, ფართო გაგებით შეიძლება ითქვას კულტურაც. არ ვიცი, რა სიტყვოდნენ ამ შემთხვევაში ემილ ბენვენისტი და ცხოვრებული ასევე გარდაცვლილი თამაზ გამყრელიძე და ასევე მისი კოლეგა კომა ივანოვი, ცნობილი წიგნის ავტორები. ხო და ის მომიდა რომ აი შენ ახლა თქვი საკრალური ბირთვი. ერნსტ იუნგერს მე საკუთარ ერთ-ერთ უდიდეს მოაზროვნის მწერალს ლიტერატურს მიეჭდა რომ ქრისტიანობამ საკრალური დაასაჭურისა. საკრალური როგორც აი ეს აი რა საკრალური რა საკრალური კონკრეტული ადგილი, სივრცე, მიწა, სისხლი და ქრისტიანობა რაზე დგას? ჯვარზე. ანუ მას ჩემს საყვარელ პოეტს და მწერალს პოლ კლოდელს აქვს ესეთი პიესაც დიდი პიესა ისეთი მე შევით ხო ნუ რაღაცნაირად აი ხო ფაუსტზე ხო ვერ იტყვი პიესა რაღაცა უფრო მეტია ვინმე ფაუსტი ბევრად მეტია ვიდრე პიესა აი ეს იგი მარტო ის არ არის რომ დიდი ნაწარმოებია ეს დიდი კარგად დიდი ნაწარმოებია ატლასის ქოში ქვია და იწყება ესე რომ ბერი იეზუიტი გადააგდეს იმაში რა ქვია ოკეანეში ატლანტიკის ოკეანეში და გადააგდეს
ჯურიდგა და ჯვარზე, აი ეს ჯვარზე არის ჩამოკიდებული. და აი აქ არის მისი რეფლექსია და რაღაცა ულამაზეს ადგილენ კლოდელი მეოცრაგუნის ერთ-ერთი უდიდესი პოეტია აქამდე ფრანგების ნაციონალური სიამაყე, როგორც ათეისტების, ისე კათოლიკეების, ფრანგებს ჰქონდათ განცდა ამის ფრანგული სიტყვის. და რა არაფერი საყრდენი არ არის ჯვრის გარდა და ეს ჯვარი არის ჩაგდებული ოკეანეში და ადამიანს სხვა საფუძველი არ აქვს. ანუ ჩვენი არსებობს ესეთი დღესასწაული ლათინურ ლიტურგიაში კვირას იყო ლიტურგიული წელი თავდება ქრისტე მეფის დღესასწაული და სად არის ქრისტე მეფე? საწერია, ჯვარზე წერია, იუდეველთა მეფეთან წერია. ანუ ქრისტე მეფობის ჯვარზე. აქედან გამომდინარე, ხო, ჩვენ კი იყო მთელი პერიოდი 1000 წელი მეტი, როდესაც ვახდენდით მეფის კურთხევას, საკრალიზაციას. მაგრამ აი დღეს რა უნდა ვქნათ, როდესაც აღარც ის პერიოდი აგერ დემოკრატიას ხელში შემოგვეშინა, როგორ უნდა რა წესებით უნდა ვიცხოვროთ ადამიანებმა, თქვა ასე, აი ეს არის მართლა ძალიან სერიოზული შეკითხვა. აღრეულია ხო ღირებულებები, ფასეულობები, ვინც ადგას. მაგასაც როგორია რომ შენი თანამოაზრეა ზოგჯერ ისეთ რამეს იტყვის ან გააკეთებს, რომ გაოცება. ეს იცი რა, ეს ხო არა, იცი რა, ეგეც მნიშვნელოვანია. გეთახმები, აი მაგალითად უყურე ალბათ უფრო ველზე ვსაუბრობ, მართალი ხარ შენ, მაგრამ არა, ველსაც ხო? არა, ეგეც გამოხატულება, უყურე არის, აი მოდი, აი ისტორიული ის გავატაროთ, ხო? აი მოდერნის ეპოქამდე, რომელიც სადღაც ევროპაში დაიწყო მე-18-ე, ცოტა სული სათქმელია, მაგრამ 1500-1600 წელი იყო პერიოდი, როდესაც ადამიანებს არ ეპარებოდა დეჭვი იმაში, რომ ღმერთი არსებობს. ღმერთი წამდა ყველას. ოღონდ განსხვავება რა იყო? ვიღაცას ასე წამდა, ვიღაცას ისე წამდა, ვიღაცა იყო გაბატონებული ეკლესიის წევრი, ვიღაცა იყო ერეტიკოსი. აი მოვიდა რაღაცა პერიოდი, როდესაც პირველ ფსალმში ხო გასუზაზერია და თქვა უგუნურმა ლაპარაკია ებრაულად უგუნური ნიშნავს ადამიანის გონება არეული, რომ ღმერთი არ არსებობს, თქვა გულში უგუნურმა. ხო. აი მოვიდა ესეთი დრო, როდესაც აი ღმერთი არ არსებობს. აი ხა მინდა გავიხსენო ის ემანუელ ტოდი, რომელსაც გამოყო 3 ეტაპი რელიგიის. პირველი ცოცხალი რელიგია, მეორე როდესაც რელიგია გავიტანეთ, მაგრამ არის ზომბი რელიგია, სეკულარიზმი მაგალითად. ანუ მორალური საფუძვლები რჩება ადამიანთა შორის ურთიერთობა, მაგრამ აი ზომბი რელიგია კომუნიზმის სახით, ხო, ანუ რაღაც წესების საფუძვლად. და დგება მესამე ეტაპი ნულოვანი რელიგია, როცა არაფერი აღარ არის. აი ის ამბობს, დღეს არის ნულოვანი დასავლეთ ამერიკაში და ევროპაში არის ნულოვანი რელიგიაო და რუსეთში ზომბი რელიგია. იმიტომ რომ ეს დღევანდელი ეს რელიგია არის არა სპონტანური, აი სპონტანური არ არის, როგორც იყო მაშინ, ხო? ხო, და საქართველოშიც გარკვეული აზრით გვაქვს რაღაცნაირად ესეთი სიტუაცია, როცა მამული აი უყურე ვეძებთ. ეხლა ეს ძველი დრო რო იყოს, ხო? აი რა ქვია, მაშინ შეიკრიბებოდა კრება და კათოლიკოსი აკურთხებდა იმას, რა ქვია, მეფეს და ასე შემდეგ, ხო? და არ არის არც ეს, ხო? ანუ გვიწევს გამოყენება დემოკრატიის ფორმის. კი გასაგებია, რომ ქართულ ოცნებას აქვს ლეგიტიმაცია იმაზეც, რომ მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ შიგნიდან სხვა რაღაცას ეფუძნება ეს ყველაფერი. გარეგნულად კი ბატონო და ეჭვი არ გვეპარება, რომ ოცნებამ აიღო ამდენი და ამდენი. მაგრამ როდესაც ევროპა ბრიუსელი გედავება, რომ შენ არ ახარ ლეგიტიმური, რატო არ ახარ მის ღირებულებებს არ იზიარებ. ანუ არის რაღაცა, რაც დემოკრატიაზე, ამას ხო პირდაპირ ვერ გეუბნებიან. ამიტომ გეუბნებიან, რომ გაყავდა. ეს ტყუილია. ეს არის პრობლემა. ხო, ამთან გეუბნება, რომ შენ თუ ამას არ იზიარებ, სხვა რამის გამო არ მოწოხარ, მაგრამ პრიჩინა არა აქვს. აი სკოლაში რო იყო გასულს. რომ პრიჩინა
პეჩინდას და ამიტომ ის რას გეუბნება რომ შენ გააყალბე არ ჩემნები. გაიგე? ამიტომ არ გაგიყალბებია. ხო, აი უცნაურია. ზაზარ, რას ფიქრობ, აი შენ სწორად ახსენე მიუთითე რომ მონარქია რამდენჯერმე ახსენე და მე მინდა რომ აქეთკენ მინდოდა რომ მისულიყავი და კარგად შემოიტანეს და ეს თემა და როგორ ფიქრობ თვითონ ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორ ჩვენ ვართ მოსკლადი მოსახლეობის რაოდენობისა შესაძლებელია რომ იყოს იდეის დონეზე როგორც კონსტიტუციური მონარქია ამის ცდელობა იყო წარუმატებლად მაგრამ ხო შეიძლება რომ აი მე არ მაქვს ამაზე პასუხი მე შემიძლია გითხრა ერთი რაღაცა აი არ ვავიღოთ რუსეთი ხო ურე რა ხდება ხან მეფე ყავთ ხან გენერალური მდივანი ხან პრეზიდენტი მაგრამ ყველა შემთხვევაში ის არის ავტოკრატორი სამაჯერჟეც კი არა ხო ნუ ახლა რუსეთი ვინ არის ახლა ვიდა ახლა დაუძახე ჭიჭიკოს დაუძახე ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რუსეთი ეს არის თვითმფრობელობა სამაჯერჟავია ესე იგი კიდე კარგი გაგებით და კიდე ცუდი გაგებით მაგას ახლა არ აქვს მნიშვნელობა ფორმა ეს არის ფორმა ესე იგი ერთიერთული მართლობა ევროპაში ნუ ამერიკაში მოდი ესე ვთქვა ამერიკა არის პირველი დემოკრატია მსოფლიოში ხო რომელმაც რესპუბლიკა მოდი ვთქვა თან რესპუბლიკა დემოკრატიული რესპუბლიკა იმიტომ რომ შესაძლებელია რომ რესპუბლიკა იყოს დიქტატურა შეიძლება იყოს როგორც რომში მაგალითად ნუ 6 თვით აი კეისარს აი ავგუსტუს მაგალითად ეგონა რომ აღადგინა რესპუბლიკა თუმცა რაღაც მომენტში ის იძულებული შეიქმნა ეგ ისეთი უცნაური მომენტია როდესაც მან ნუ არ უნდა საშინლად მაგრამ რაღაცნაირად ისე მოხდა რომ საკრალური მონარქის ის აიღო აღმოსავლეთიდან ეს ისე ვამბობ ძალიან ისეთ რთული თემაა მოკლედ რა ამავე დროს არის როგორი მომენტი იცი ესე იგი მთელი მე-20 საუკუნის ყველა ესეთი მნიშვნელოვანი ინგლისელი ინკლინგები სამივე C.S. ლუისი ტოლკინი ჩარლზ უილიამსი ტოლკინი ორთოდოქსი კათოლიკე იყო კათოლიკური ეკლესიის წევრი ესენი იყვნენ ანგლო-კათოლიკები დე იურე იყვნენ ანგლიკანური ეკლესიის ინგლისის ეკლესიის წევრები ჩარლზ უილიამსი ყველა ლაპარაკობს ამ საკრალურ მონარქზე და მონარქის მოbrunებაზე ხო აი C.S. ლუისი ლაპარაკობს აი განსაკუთრებით აი მისი ტრილოგიის Space Trilogy-ს მესამე ნაწილში არის აი საკრალური მე ასევე ტოლკინი ლაპარაკობს ასევე იოანე პრესვიტერზე ლაპარაკობს ჩარლზ უილიამსი ეს გასაგებია ეს მისტიკური მომენტია მაგრამ ხო თან იქ რა არის მნიშვნელოვანი ინგლისისა და ბრიტანეთის დაპირისპირება ინგლისი როგორც ლოგრისი აი საკრალური სივრცე და ბრიტანეთი როგორც იმპერია ანუ თვითონ C.S. ლუის ეს წარმოუდგენია როგორც ბრძოლა ამ ორი ელემენტის ერთმანეთში ნუ რომ მე C.S. ლუისმა დაწერა თავისი ცნობილი ნარნიას ქრონიკები მაგრამ მე თუ მკითხავთ აი ეს Space Trilogy-ს ბევრს ესეც მიაჩნია რომ არის ყველაზე უფრო ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი რაც მას დაუწერია განსაკუთრებით მესამე აპოკალიფსური ესქატოლოგიური რომანი That Hideous Strength ძალიან სათარგმნელია ქართულად მე არ მაქვს ინგლისურად ხო ხო და ეს მესამე აი ხარი სატანა მოდის ძალიან საინტერესო ჩაუსახლდება უნივერსიტეტის პროფესორს და სესლოსი ამოსაც ინგლისური იუმორი და არა ყველა შეიძლება ჩაუსახლდეს მაგრამ მე კარგად ვიცი პროფესორიო პროფესორი ხო და დაღლობი წამოვიდგენია როგორ გამოიყურებაო ხო მოგლედ ის მომინდა ის რომ აი ტრამპთან მიმართებაში გაჩნდა ეს თემა აი მეფის და იმისი ეს არ არის შემთხვევით ეს კი როგორ ჩანს ეს იდეები არსებობს რომ ყველანი მხედავთ რომ
ამ ლიბერალურ დემოკრატიას და ლიბერალურ პარადიგმას აქვს სერიოზული პრობლემა. ჩვენ ყველაზე ისე ვიმეორებ, ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს მე ესე ვიტყოდი პოლიტიკის, პოლიტოლოგიის და პოლიტიკური ფილოსოფიის, ეს არის ახალი წყობის ლეგიტიმაციის პრობლემა. რას უნდა დაეფუძნოს? აი, სადაც უკვე ტრამპი არ ერიდება. მე ამაზე პასუხი არ მაქვს. სადაც ტრამპი არ ერიდება უკვე რა, ეხლა რა თქმა უნდა ეს იყო ირონიაც იყო, რაღაც გარკვეულწილად გროტესკიც იყო და ეს გვირგვინით გამოჩენა და ასე შემდეგ და მე რატოღაც ისე მგონია, ჩვენ ხოთაშუის წინა ვიდეოშიც საუბრობდით, რომ სამაძირჟავიე თანამედროვე სამყაროში იმარჯვებს ერთპიროვნული მმართველობა და ისე მგონია, რომ ტრამპს რო ეხლა ასაკი უწყობდეს ხელს, ყველაფერს გააკეთებდა და რაღაცა ცვლილებებს შეიტანდა, რომ მესამე ვადაზე წასულიყო რა, იმიტომ რომ ავიხმები ამბობენ, რომ JD Vance და მის რა ქვია მეგობრებს, ნუ ეს მოგეს ვიღაც კომანდას, ხო? და მაგის ეს თქვა მისი Vance-ის სული გადატანით მნიშვნელობით მოძღვარი ფილოსოფოსი პატრიკ დენინი არის ცნობილი ასევე პოლიტიკური ფილოსოფოსი. ნუ არსებობს ეს მოსაზრება, რომ მათ უნდათ Holy Roman Empire, ანუ რომის საღვთო იმპერიის აღდგენა. ეხლა მე არ ვიცი რამდენად, მაგრამ ისე ვიმეორებ, რომის საღვთო იმპერია იყო რეპლიკა იმ რომის და სხვა ფორმა იქ არ არსებობდა და ამდენად ეკლესიამ გააკეთა მისი საკრალიზაცია. ანუ საკრალიზაცია, ლეგიტიმაცია კურთხევის მეშვეობით. მაგრამ, როდესაც ეს ფორმა წავიდა, დღეს არ ვიცით, ისე ვიმეორებ, ქრისტიანობა არის ძალიან პარადოქსული რელიგია, ის ერგება ყველა წყობას. მე არ გამორიცხავ, რომ მოვლენ ჩინელები და მოხდება ჩინური კონფუციური კონფუციანური რელიგია არ არის, ფილოსოფია. როცა გაიმარჯვებს გლობალური ჩინეთი, ეკლესია მოახდენს მის ლეგიტიმაციას მეთქი არ მომობ, მაგრამ რაღაცნაირად შეეცდება იცხოვროს აი ამ ჩინური მენეჯმენტის ეპოქაში. ერთადერთი ხალხი, ვისაც და კულტურა და ცივილიზაცია, ვისაც ეს პრობლემა არ აქვს, არის ჩინეთი. ხო, ისე არა და ცნობილია, ხო, რომ თითქოს ის არის, რა ქვია, ბუდისტურ საწყისებზეა, მაგრამ ძირითადად მაინც საზოგადოებრივ კონფუციანიზმი არის ვიდრე ძენ ბუდიზმი მაგალითად. ისა, რა თქმა უნდა, ბუდიზმიც არის, დაოსიზმიც არის, მაგრამ მაო ხო შეეცადა რაღაც პერიოდში კულტურული რევოლუციაც ხო ამას ამოეძირკვა კონფუციანელობა, აი მადლობის ხმა არ შეიძლებოდა, რომ მადლობა ნიშნავდა იმას, რა ქვია, იმდენად ყველაფერი არის კონფუციურ მორალზე, მენეჯმენტზე დაფუძნებული. ამ აზრით მაო იქცეოდა როგორც ტიპიური დაოსი. როგორც შიხვანძიმ როდესაც დაწვა ეს წიგნები, რა წიგნები დაწვა? კონფუციური წიგნები, კონფუციუსის წიგნები დაწვა. გასაგებია. ისმის, ამ აზრით კულტურული რევოლუცია არის დაოსიზმი და დენ ზიოპინი არის კონფუციანელობის აღდგენა. მარქსისტული სახით, მარქსისტული ფორმით. მოკლედ ის მომიდა, მე არ ვიცი რამდენად გამომივიდა, რომ შენთან სწორედ ეს საკითხი მინდოდა დამაყენებინა, რომ ეს გლობალური კრიზისი და ეს ომები და ყველაფერი არის გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ რეალურად ჩვენ ვიცით კიდევ დავინახეთ, რომ ღმერთი არსებობს, დავინახეთ, რომ რელიგია არსებობს, დავინახეთ, რომ ეს რაც ხდება არის მართლა ღმერთმა დაუშვა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ფორმა პოლიტიკური თანაცხოვრების დღეს. ეს არის ყველაზე სამწუხარო, მე რაც მაწუხებს და რატოღაც სულ მინდა რომ რაღაც თითქოს ვიღაცამ შემოიტანოს გვერდიდან, ან საქართველოში აღმოცენდეს აი ეს იდეა, რომ რის გარშემოც კრიტიკული მასა შეიკრიბება. ეს შენ გიხება ამერიკაში
ეს შენ და ჩვენ გვეხება საქართველოში, ეს ეხება, მოდი ესე ვთქვით, ამ ოიკუმენას, ქრისტიანულ ოიკუმენას, ქრისტიანულ, სადაც ვართ ქრისტიანული, მე შეგნებულად არ ვამბობ ევროპა, ვამბობ ქრისტიანული კულტურას. აი ამ ხალხებს გვაქვს ეს პრობლემა. დღეს ჩვენი პრობლემა არის არა რელიგია, რელიგიაში პრობლემა არ აქვს. აღმოჩნდა რომ არ აქვს. გვეგონა რომ თვითონ რელიგიაც არ აქვს პრობლემა როგორც საწყის, ჩვენ გვაქვს პრობლემა. ქრისტიანობა ცოცხალია. გვეგონა რომ თურმე არა, თურმე სეკულარიზმი დამთავრდა. აი რაღაც ისე გამოვიდა. ღმერთი მოკვდა ნიჩე მოკვდა ღმერთი. სოფლის წარწერა რო ხო გრაფიტი. ეს ზაზა და არ შეიძლება არ შემილია არ კითხო, ესეთი მოვლენა იყო ამას წინათ, როცა რომის პაპი ჩავიდა ლონდონში და არა, პირიქით ის ჩამოვიდა იმაში. ჩალზი ჩამოვიდა ვატიკანში. ჩალზი ჩამოვიდა, უკაცრავად. ჩამოვიდა ვატიკანში. ვატიკანში, ხო. და პირველად ხო, აქ აი 500 წლის ხო, კონსპიროლოგია ამუშავდა, ვიცი. ესე მოითვალეს. სანამ გაიყოფოდა მოკლედ ანგლიკანური სანამ გავიდოდა. აი, ძალიან კარგი შეკითხვა ახლა, რასაც მეუბნები. რას ნიშნავს თუ არა ეს რამეს? აი, ხვდები როგორ მინდა, ეხლა მაგითკენ მიმყავს, რომ აი ეს მოვლენა შეიძლება იყოს განსაზღვრელი, ან საერთოდ ბევრი თქმელი, იმაზე რაც მე და შემსაუბრობ. აი მე შემიძლია სრულ პასუხს გეუბნები. არა, მე შეიძლება ვწდები ახლა ამ შემთხვევაში, მე როგორც კათოლიკური ეკლესიის წევრი, როგორც კათოლიკე, მით უმეტეს საინტერესო ესე იგი, მაგრამ ამავე დროს ადამიანი, რომელსაც აქვს კიდე გარკვეული, თქვა ასე, მოვალეობები მეორე ადამიანთან, ახლობელთან, გობართან, რომ ახსნას, ხო? და შეიძლება მე ვწდები. მაგრამ მე აი რა არის, ინგლისის მეფე ჩემი პოსტი არის იგივე, რაც ინგლისური კები, ტაქსი, რომელიც გარგნულად გამოიყურება როგორც შერლოკ ჰოლმსის პერიოდის მანქანა, მაგრამ შიგნით თანამედროვე მოტორი უდევს. ანუ იქ არაფერი საკრალური არ არის. ანუ ეს არის სიმულაკრი, ცარიელი ფორმა. ანუ ინგლისი არ არის მონარქია, არც აბსოლუტური, არც რელატიური, არც კონსტიტუციური. ეს გარეგნული ფორმა აქვს მას მონარქიის, რომელიც დაცლილია ყოველგვარი, თქვა ასე, დაცლილია ყოველგვარი საკრალური შინაარსისაგან. ამიტომ მე ესე განვიხილავდი, ეს დაახლოებით რა არის, აი როგორც დავუშვათ, აი ზელენსკი როგორც ჩადის, როგორც ბენიტო მუსოლინიმ მოაწერა ხელი ამ ხელშეკრულებას, ხო? თავისთავად ვატიკანი როცა ვამბობთ, რომელიც არის კვაზი სახელმწიფო, რაღაცნაირად უნდა იყოს, არა? იმიტომ რომ სინამდვილეში ეს არის ეკლესია. მაგრამ ნუ რაღაცა ფორმა უნდა კონდეს და აქედან ეს ვატიკანი და ცნობილი ხელშეკრულება კონკორდანტი, რომელიც დაიდო პიუს მე-12 დროს, ხო? თუ მე-11 დროს კი არ მახსოვს. და მუსოლინის შორის. ხო, რაზეც მე ბევრი ამონათებდა ეკლესიას, რომ აი მუსოლინი და რაღაცა თითქოს ახლა თითქოს კათოლიკურმა ეკლესიამ გაიყვანა მუსოლინი იქ სადაც იყო. გაიყვანა მუსოლინი და თითქოს ესე იგი ჩემბერლენმა არაჩუქა ჰიტლერს ჩეხოსლოვაკია. ხო და ანშლუსზე ხელი არ მოუწერა. ამ ევროპული ცივილიზაციის ამ ბურჯმა და ამ ლიბერალური დემოკრატიის აი ამ ბურჯმა. მოკლედ, ანუ რა სამსახურებოდა რა იყო ეს? დაუშვათ შეფუთული იყო და ფაქტობრივად წარმოდგენა დაიწყო. არა, ისე ვიმეორებ, ეს იგი პაპი, ეს იგი რომის ეპისკოპოსი, რა თქმა უნდა, და რომის ეკლესია, ეს არის ცოცხალი ეკლესია, რომელიც და პაპი გამოხატავს, ეს არის რეპრეზენტაციული ფიგურა. ეს რეპრეზენტაციული ფიგურები ბევრი არ დარჩა.
ქართული მასშტაბით და მართლმადიდებლური მასშტაბით ესეთი არის საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქი, საერთოდ მის რა ქვია, ბულგარეთის პატრიარქი, რუმინეთის და ასე შემდეგ. მაგრამ აი საზოგადო ესეთი ჩვენთვის როგორც კათოლიკეებისთვის ეს პაპი არის რეპრეზენტაციული ფიგურა, რომელიც ამავე დროს მას ჩვენ ვემორჩილებით რა თვალსაზრისით თუ როცა ის აცხადებს დოგმატს ის არის შეუმცდარი. ოღონდ ექს-კათედრა როცა ის სულიწმინდა ალაპარაკებს ან არ ალაპარაკებს. აქედან გამომდინარე ეს რეპრეზენტაციული ფიგურაა. გარკვეულ მე არ მინდა იმის თქმა, სხვა შორის აი ბენედიქტ XIV ჩემი საყვარელი ფილოსოფოსი და თეოლოგი იოზეფ რატცინგერი ამბობდა, რომ პაპი არ არის აბსოლუტური მონარქი. რა თქმა უნდა, პაპი არ არის აბსოლუტური მონარქი, იმიტომ რომ ისე ვამბობ, მიეცეთ ღმერთს ღვთისა და კეისარს კეისრისა და აქედან გამომდინარე, პაპის ხელისუფლება არ არის ამ ქვეყნიური. მას აქვს, რა თქმა უნდა, თავისი სოციალურ-კულტურული განზომილება, მაგრამ ну ვიღაცა იტყვის რომ ახლა ღმერთი არსებობს, რა თქმა უნდა ესე რომ ღმერთი არსებობს. და ну ამ სხვადასხვა გასაგებია რომ ვიღაცისთვის აი ლუტოშად პაპი იყო სატანა, რომელმაც მიისაკუთრა ეს ძველი წესწყობილება. მაგრამ ისევე მეორე ჩემთვის როგორც კათოლიკოსთვის ეკლესია ეს არის ქრისტეს ტანი, ქრისტე არის ეკლესიის თავი, პაპი არის ქრისტეს მონაცვლე, ამაზრით ვარ მე პაპისტი და არა იმიტომ დასავლური კულტურა მომწონს. სად იყო დასავლური კულტურა 1000 წლის წინ. დასავლური კულტურა მაშინ იყო გოთები და ვანდალები. და ვანდალები რას ნიშნავს მოგეხსენებათ. აქედან გამომდინარე, რის თქმა მინდა რომ ესე იგი ის რომ მონარქი ჩავიდა და გამოსცემდა გენიალური მწერლის სერბი მწერლის მილურად პავიჩის რომანი ხაზარული ლექსიკონი. სადაც არის ერთი გენიალური ადგილი. სამი ეშმაკი პერსონაჟი. ერთი არის ებრაული ეშმაკი, მეორე არის ქრისტიანული და მესამე არის მაჰმადიანური. და სამთავრობო ასე პერსონაჟი არის, რომელიც ამ ხაზარული ლექსიკონის ავტორია. ერთი არის სერბი, მეორე არის ებრაელი, იუხუდა ხალევი. არა, იუხუდა არა, რასასურე. და მესამე არის ის არის მაჰმადიანი და იქ ქრისტიანი ეშმაკი ამ სერბ პერსონაჟს ეუბნება, რომ მოდი 500 წლის შემდეგ გადავწყვიტოთო ეს პრობლემაო და შენ ხო მიგაჩნიაო, რომ შენი ეკლესიაო ისეთივე ძლიერი იქნებაო და კიო რა თქმა უნდაო და ხდებიან უკვე მე-20 საუკუნეში. სადაზოგადო სულ შეცვლილია ყველაფერი. ესე იგი ახლა აი პერსონაჟების სახელები დავავიწყდა. ბრანკოვიჩი, მარკო ბრანკოვიჩი არის თორსტევის სერბი. კახანდი არ გადამიკითხავს, მაგრამ აი ეს რეალია მე მგონი სწორად მახსოვს, გენიალური რომანია სხვათა შორის 1984 წელს დაწერილი, სანამ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა და იუგოსლავია დაინგრეოდა და შიგნით სხვათა შორის არის ეს მოლოდინი, რომ ეს მოხდება. აი გარდაუვალი აი ამ ტექსტს წაიკითხავ, მიხვდები რომ იუგოსლავია არის განწირული. იმისთვის რაც მოხდა. მოკლედ აი მე ესე შევაფასებდი, რომ ეს იყო სიმულაკრის შეხვედრა იმ ფიგურასთან, რომელიც მართლაც გამოხატავს ქრისტიანობას და რომელზეც თქვა მაცხოვარმა, რომ შენ ხარ პეტრე და შენზე ავაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. და აქ ბევრმა ანალიტიკოსმა ეს გაშალა ეს თემა იცი როგორ ეს იყო კათოლიკურ ევროპასა და სხვა დანარჩენ ევროპას შორის ერთგვარი გარიგების მომენტი. და ამ კათოლიკურ ნაწილში მოიაზრებოდა ტრადიციულად ეს ავსტრო-უნგრეთის იმპერია, იქ რა თქმა უნდა იტალიის გარეშე აბა როგორ კათოლიციზმი და პოლონეთი. და თითქოს აი ამ
ბირთვის, ამ ბირთვის ჩამოყალიბებაზე იყო საუბარი, იმიტომ რომ სხვა დანარჩენ ევროპას უკვე არს გამოცლილ ევროპას, აზრს გამოცლილ ევროპას საერთოდ პერსპექტივა არ ქონდა. და იმიტომ რომ ევროპა შენარჩუნებულიყო რაღაცა ფორმით მაინც და იმის იმედი აქვს, რომ მე რეგენერაციის ხარჯზე ისევ ევროპას დაბრუნდება, ქმნიან აი ამ ბირთვს. და როგორც ჩანს, აი ამ სხვა დანარჩენ ევროპაში, სადაც, რა ვიცი, რამის უკვე ხალიფათის წესები გაიმარჯვებს და ხალიფას თავი დავარნებს. ევროპის გაერთიანებული საამიროები. ხო, აი ზუსტად, აი ყველაზე კარგი გამარტება. და აი ეს გამარტება მიცეს, რომ თვითონ უკვე თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩაერთო და მცირეზე, მაგრამ რაღაცა ბირთვს ქმნიან. შესაძლოა ასე იყოს. თუ ეს გადამეტებულია. მან არ კიდევ პროგრამად კონსპიროლოგიური როჩილდები და რაღაცა და ეს ასე შემდეგ, ხო? და შეიძლება არ ზღირდეს სიღრმეებში ჩასვლა. უბრალოდ ესე ამბობენ და სადღაც მეც ჩავთვალე, რომ შესაძლოა თვითგადარჩენის ინსტინქტი აქვს, რომ რატომაც არ აქვს, ხო? იცი, მე მგონია რომ ვიღაცებს ამის იმედი აქვს გულწრფელად, მე მგონია რომ ეს შეუძლებელია. ჯერ ერთი კათოლიციზმი დიდი ხანი აღარ არის ევროპული რელიგია. კათოლიკების უდიდესი ნაწილი ცხოვრობს აზიასა და აფრიკაში. სამხრეთ ამერიკაში. შემდეგ სამხრეთ ამერიკაში. დღეს სრული აფეთქება ხდება ინდოეთში, აი წარმოუდგენელი კათოლიციზმის და ხო. არა, სხვა ესე იგი კონფესიებიც არის. ჩინეთში ჩინეთი ძალიან ესეთი ხელით გაცილებით უფრო ესე ეხა ინდოეთი ახსენე ზაზა და მაგრამ გასაგებით ინდოეთში ხდება. ინდოეთი გამიკვირდა ეს, მაინც ვიეტნამში არის ძალიან კასტური ცხოვრებაა და როგორ ვითარდება აი კათოლიციზმი. ბატონო? კასტური ცხოვრებაა ხო ინდოეთში, კასტებად. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო. აი კათოლიციზმი რო შედის ამ კასტურ იმას ანგრევს. და იმიტომ არის ძალიან დიდი წინააღმდეგობა. და დროდადრო არის სერიოზული დევნა და დაპირისპირებები და იქაც სერიოზული აი ოღონდ იქ უფრო სპონტანურია განსხვავებული აი უცებ ადგებიან დახოცავენ რომელიღაც სოფელს შევარდებიან ან თემს გაანადგურებენ მაგრამ ეს არ მარტო კათოლიკებს ესე იგი მაჰმადიანები და ინდუისტები სიქხები და ეს დამახასიათებელია. მე არის ძელი მონანიების რიტუალები. თვითონ ინდუისტებს აქვს თქვა შეიძლება ძალიან საინტერესოა ეგეც. შერიგების და ემის. ჩადენილის მონანიება და მე შერიგება. კი. არა ეგ მომენტებიც არის, მაგრამ ძალიან დიდი, მაგრამ ისევ მიუხედავად ამისა დღეს კათოლიკების უდიდესი ნაწილი ევროპაში აღარ ცხოვრობს. უდიდესი ნაწილი არის ისევ ინდოეთი, აფრიკა იაპონია ნახევრად კათოლიკური ქვეყანა, ვიეტნამში არის ძალიან დიდი კომუნიტი. ანუ სულ უფრო და უფრო და ის რომ ეს ბოლო ორი პაპი ერთი არის სამხრეთ ამერიკიდან და მეორე ჩრდილო ამერიკიდან, მაგრამ ძალიან დიდი სამხრეთ ამერიკული ბექგრაუნდით. მე მაგალითად დარწმუნებული რომ შემდეგი პაპი უკვე ზანგი იქნება. ან იმის შემდეგი. და მე რომ ვლადიმერ სალავიოს არა იმას რა ქვია, არა იდეოლოგს, არამედ ფილოსოფოს, რომელიც 1900 წელს გარდაიცვალა და რომელიც ბიზანტიური წესის კათოლიკე იყო, ანუ ორივე ეკლესიას ეკუთვნოდა, თქვა და ასე მართლმადიდებელი იყო როგორც და შემდეგ ეზიარა შეურთა კათოლიკე ეკლესიის ისე რომ მაშინ ის ძიმე მომენტი იყო გადანაცვლების და რაღაცა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანი შეუერთდა ისე რომ არ უარყვია მართლმადიდებლობა. აქვს ეგეთი ბოლო ნაწარმოები ომის პროგრესზე და მსოფლიო ისტორიის დასასრულის შესახებ და იქ არის ერთი ეს პატარა მოთხრობა ანტიქრისტეზე. ანტიქრისტე ჩნდება მოკლედ სადღაც 22 საუკუნეში. ხო და მე-19 ბოლოს არის დაწერილი. ეგ არის ერთი ესეთი ძალიან საინტერესო მომენტი, რომ ევროპიდან პაპი არის გაგდებული, იმიტომ რომ ევროპაში ჩინელები არიან. და პაპი არის გაგდებული რუსეთში, პეტერბურგში. მაშინ პეტერბურგი იყო დედაქალაქი და აკრძალულია გადაგება. მოქცევა, პროზელიტიზმი მოკლედ რა, მართლმადიდებლებში, მაგრამ აქ არის გარკვეული ისტორიული ანალოგია იეზუიტების ორდენი, როცა აკრძალა პაპმა
ეკატერინე მეორემ შეინახა თანამედროვე ბელორუსის ტერიტორიაზე მთელი 40 წელი. მაგრამ მე ცოტა უფრო სხვანაირად წარმომიდგენია, მე მგონია რომ როცა ეს მოხდება, პაპე ალბათ აფრიკაში იქნება. გასაგე ფაქტობრივად ესე იგი ევროპა განწირულია რა. მაგას უკვე ეგ სხვათა შორის ნიშანდობლივი იყო ქრისტიანობა რომ ევროპიდან გადის ზუსტად დასასრული დაემართება. სამწუხაროდ. მაგრამ ეს იმას არნიშნავს, როგორც არნოლდ ჯოზეფ ტოინბიმ აღნიშნა ჯერ კიდევ 40-იან წლებში, როდესაც დასავლეთი დასრულდებაო, ეკლესია გააგრძელებს არსებობას. და მართლაც ეკლესია ჩვენ დღეს ხედავთ რომ კათოლიკე ეკლესია სხვა არის, დასავლეთი სხვა არის, დღეს ხდება მათი დაცილება ერთმანეთისაგან. და რაც უფრო დრო გადის, მით უფრო. და ბოლოს არ შეიძლება ტრადიციულად საქართველოს რო არ შევეხო და უცებ რომ მაინტერესებს შენი აზრი. ჩვენი პრემიერ-მინისტრის ვიზიტი რომის პაპთან. რომში. ხო, რომში და ეს ესე იგი პოლიტიკური ვექტორების მორიგი დივერსიფიცირება თუ აქ უფრო სხვა რამე დევს? მე გულისხმობ, ოდი ასე ვთქვა, ხარდაჭერას ან რამე ამ დაგვარს თუ უბრალოდ პოლიტიკური ვექტორების მე ესე ვიტყოდი, რომ აქ ალბათ ბევრი მდგენელია და მეორე მომენტი ალბათ არის ისიც არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს რომელიც ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული კულტურაა, ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება რომთან 18 საუკუნის განმავლობაში, ხო, არაერთი კათოლიკე ქართველების დიდი როლი მიხეილ თამარაშვილი რო ვახსენეთ, პირველ 18 საუკუნემდე საერთოდ ერთიანობა იყო ქართულ ეკლესიასა და რომს შორის, ხო? ნუ ძალიან ბევრი ესეთი კულტურული და რელიგიური და სულიერი კავშირი გვაქვს საერთოდ ძალიან. და ძალიან მართლაც და იყო რაღაცა მომენტები, როდესაც აი 90-იან წლებში მეც ცოტა ისეთი მომენტები იყო მძიმე. მაგრამ მე მგონი აი ეს არის ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ მთავარი მომენტი, მთავარი მდგენელი მაინც არის რა თქმა უნდა კულტურული და სულიერი. ისევე როგორც აი ჩვენი გუნდი, რომელიც იყო ჩასული ფრანცისკესთან, არაჩვეულებრივი ჩვენი ლოტბარის სიმონ ჯანგულაშვილის თაოსნობით. იგალობის, ხო? ანუ ეს ხო მარტო ეს არის მარტო კულტურული, არამედ სულიერი მომენტი და ასე რომ არის აი ეს მე ესე ვიტყოდი ბევრი რაღაც როგორც ეს ხდება შინაგან სამყაროში ხდება და სულიერ სამყაროში, მაგრამ ხანდახან არის ესეთი გამოხატულებები და ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩვენი მისი უწმინდესობა ლეონ მე-14 შეხვედრა ჩვენთვის ქართველებისთვის, ასევე ჩვენთვის როგორც კათოლიკოსთვის ერთ-ერთი ესეთი ნიშანსვეტია მნიშვნელოვანი, სულიერ კულტურული. ზაზა, ძალიან დიდი მადლობა მორიგჯერზე საინტერესო საუბრისთვის და ესე იგი სასაუბრო თემებს როგორც იტყვიან რა დალევს, მაგრამ თემებიც არის და თემებიც, მაგრამ აი საქართველოს იდეის, საქართველოს გარშემო, იგივე იმ საკრალური თემების განვითარებაზე ხანდახან მგონია, რომ შეიძლება კვირეები ისაუბროს ადამიანმა. აბსოლუტურად გეთანხმები, კი. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა. ხო რა და მე მიხარია რომ შენ ამყევი ამ იდეაში და ამ ინიციატივაში. ძალიან დიდი მადლობა რომ ესე შემომთავაზე ეს თემა და ხო და დიდი მადლობა რომ ეს თავარი თემა არის დღეს კი ნამდვილად არა ზუსტად ხო ღირებულებითი ნაწილი, შემეცნებითი ნაწილი და იდეოლოგია და მოხარული ვარ და დიდი მადლობა შენ რომ ამ ინიციატივას შემოუერთდი და აი ესეთი კარგი საუბრები გვაქვს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებ და სულ მალე 25-ში შობა იქნება კათოლიკური და მრავალ შობას დაგასწროს ღმერთმა შენ და შენი ოჯახი. მე მოხარული ვიქნები, მანამდე ჩვენ დავეკონტაქტებით ერთმანეთს როგორ იქნება და რა ეს სხვა საქმე, მაგრამ ნუ მე ჩემი სურვილის გამოხატვა მინდოდა შენს მიმართ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და
ყველაფერს კარგს გისურვებ და რა ვიცი, წარმატებებს, მშვიდობას და ასევე ბედნიერებას. მიგაცეთ ასევე მშვიდობა და ეთოლღეობა დროებით. დიდი მადლობა. დროებით